თქვენ უყურებთ კურიერს 9 საათზე. 18 წლამდე პირთა მიმართ პატიმრობის გამოყენების წესები იცვლება. მცირდება წინასწარ პატიმრობის ვადაც მოზარდების საქმეებს გადამზადებული მოსამართლეები, გამომძიებლები და პროკურორები განიხილავენ. პროცესში ფსიქოლოგებიც ჩაერთვებიან. ქვეყანაში მალე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი ამოქმედდება. სისხლის სამართლებრივ დევნას 18 წლამდე პირების მიმართ რიგითი პოლიციელი ვეღარ აწარმოებს. მოზარდების საქმეებს ყველა ეტაპზე სპეციალიზირებული პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები განიხილავენ. იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საბოლოო ვერსიას ხვალ საჯაროდ წარადგენს. პროცესი უნდა ემსახურებოდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესს. შემდეგი გახავთ ის, რომ აკუთის ღონისძიება იქნება თუ ეს სასჯელი არასაპატიმრო ღონისძიებებს მიენიჭება, ასე თქვათ, უპირატესობა. კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობა სავალდებულო იქნება ფსიქოლოგთან ერთად. მას შემდეგ, რაც მოსამართლეები, პროკურორები, პრობაციის ინსპექტორები და პოლიციელები სპეციალურ გწოდნას შეიძენენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალი კოდექსი სრულად ამოქმედება. ცვლილებებზე ქართველ ექსპერტებთან ერთად საერთაშორისო დონის სპეციალისტებიც მუშაობდნენ. ევროკავშირისა და იუნისეფის წარმომადგენლებისთვის ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინა თუ არა იუსტიციის სამინისტრომ ყველა ის მნიშვნელოვანი პუნქტები, რომლებიც კოდექსის პირვანდელ ვერსიაში იყო დატანილი. იუნისეფი ევროკავშირთან ერთად მხარს უჭერდა იუსტიციის სამინისტროს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დახვეწაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან აკმაყოფილებს ბავშვთა უფლებების შესახებ კონვენციის მთავარ მოთხოვნებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფოში არასრულწლოვნებისთვის ცალკე სასამართლო უნდა არსებობდეს. მოხარული ვარ, რომ მთავრობამ დადებითად მიიღო ჩემი რეკომენდაციების უმეტესობა. ფიქრობ, ეს არასრულწლოვნების მართლმსაჯულების სისტემას უფრო სამართლიანს გახდის და დაეხმარება თავად ბავშვებსაც თავიდან აიცილონ სასჯელი. ახალი კოდექსის მიხედვით უპირატესობა არასაპატიმრო ღონისძიებებს ენიჭება. მოსამართლემ მხოლოდ განსაკუთრებული აუცილებლობის შემთხვევაში მიმართავს სასჯელის ყველაზე მკაცრ ფორმას. ასევე 9 თვიდან სავარაუდოდ 4 თვემდე შემცირდება არასრულწლოვანის წინასწარი პატიმრობის ვადა. საერთაშორისო ექსპერტებისთვის ეს მნიშვნელოვანი ცვლილებების მხოლოდ ნაწილია. უზრუნველყოფილიყო საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობა, ისეთი როგორიც არის მოსამართლე რენატე ვინტერი, რომელიც ამავდროულად გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტის წევრია და ბატონი დენიელ ოდონელი, რომელიც ასევე არის მსოფლიოში აღიარებული ექსპერტი ამ კუთხით. ის რომ ერთი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაზე მუშაობდა, ცნობილია ადვოკატებისთვის. თუმცა იურისტები კოდექსს დეტალურად ჯერჯერობით არ იცნობენ. საერთოდ გადადგმული ნაბიჯი და ამას მხოლოდ მივესალმებით. დეტალებისგან და შენიშვნებისგან საუბარს მე ამ წუთში ალბათ თავ შევიკავებ, ვინაიდან მოდი ჯერ ნახოთ რა იქნება წარმოდგენილი. შემდეგ იქნება გამოთქმული შენიშვნების დარწმუნებული ვარ. იუსტიციის სამინისტრო არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ კოდექსს 20 იანვარს სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს ხდომაზე წარადგენს.